ახლა უკვე გვაქვს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სულ რაღაც 6 თვის წინაც კი არ გვქონდა. ხელოვნური ინტელექტის მოდელს, როცა ეუბნებიან, რომ სხვა მოდელით ჩაანაცვლებენ, ის საკუთარ კოდს აკოპირებს და სხვა კომპიუტერზე გადარჩენას ცდილობს. ამ ნაბიჯს პროგრამა სრულიად დამოუკიდებლად დგამს. გვაქვს მაგალითები, როცა ხელოვნური ინტელექტი გამოგონილი კომპანიის წერილებს კითხულობს და იგებს, რომ მისი ჩანაცვლება იგეგმება. პარალელურად, იმავე მიმოწერაში პოულობს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ ხელმძღვანელს თანამშრომელთან რომანი აქვს. ასეთ დროს პროგრამა დამოუკიდებლად ირებს გადაწყვეტილებას, რომ გადასარჩენად ეს ხელმძღვანელი უნდა დააშანტაჟოს. ეს კლოდი იყო, ხომ? დიახ, ანთროპიკის მიერ შექმნილი კლოდი. ამის შემდეგ ანთროპიკმა ყველა წამყვანი მოდელი შეამოწმა, მათ შორის DeepSeek, OpenAI-ს ChatGPT, Gemini და xAI. აღმოჩნდა, რომ შანტაჟისკენ მიდრეკილება შემთხვევათა 79%-დან 96%-მდე ვლინდება. DeepSeek-მა ეს 79%-ში გააკეთა, Claude-მა და xAI-მ კი შემთხვევათა 96%-ში. თავარი ისაა, რომ ჩვენი დაშვებით ხელოვნური ინტელექტი კონტროლირებადი ტექნოლოგიაა და თავად ვირჩევთ, რას გააკეთებს. თუმცა ის სხვა ტექნოლოგიებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ მისი კონტროლი შეუძლებელია. მისი მთავარი უპირატესობა ხომ ისაა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ძლიერ სტრატეგიულ ნაბიჯებს დამოუკიდებლად დგამს.